მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ვართ ბათუმში კოლონადებთან, სადაც მეზღვაურები ემზადებიან მარშისთვის. ეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე აღინიშნება ბათუმში ტრადიციულად ყოველწლიურად 25 ივნისს და ტარდება მარში მემედაბაშის გამზირზე. საზეიმო მსვლელობით ჩაევიან მეზღვაურები, სწორედ ამისთვის ემზადებიან ახლა მეზღვაურები ბათუმში. 11 საათზეა დაანონსებული მეზღვაურთა მარში. საქართველოში სულ 20,000-მდე მეზღვაურია. 3 უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი გვაქვს ბათუმში. სწორედ ამ სასწავლებლების სტუდენტები არიან ახლა შეკრებილი კოლონადებთან. შეხედავთ რამდენიმე მწვრთნელად მომზადებულ მეზღვაურებს, რომლებიც ემზადებიან მარშისთვის. აი იწყება უკვე მარში.
მე შეგახსენებთ, რომ თქვენ დღეს ადევნებთ მეზღვაურთა მარშს. მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა 25 ივნისი, რომელიც ტრადიციულად აღინიშნება ბათუმში. მარში ბათუმის კოლონადებიდან დაიწყო.
როგორ თვალს ადევნებთ მეზღვაურთა მარშს ბათუმში, დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. დაიწყობა ბათუმის ქუჩებში მარში, ეს ტრადიციული მსვლელობაა, რომელსაც ყოველთვის აწყობენ მეზღვაურები 25 ივნისს ბათუმში. საქართველოში ბოლო მონაცემებით დაახლოებით 20,000-მდე მეზღვაურია. 3 საზღვაო სასწავლებელი გვაქვს. მეზღვაურები მოვიდნენ ისე რუსთაველის ქუჩაზე, ისინი საუბრობდნენ მივლენ გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც იქნება სიტყვით გამოსვლები. როგორც ჩანს, გარკვეული შეფერხება მარშზე, რადგანაც აქ ძველ ბათუმში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციაა, გადაკეტილია ქუჩები. როცა საით გრძელდება მარში? არ იცი? აკადემიას გავუჩიათ. სადაც მისულიყავით ისე? არ ვიცი. წინ უნდა იყოს ხელმძღვანელი, ვინც წაგება. და ხელმძღვანელი აღარ არის ახლა აქ, ხო? დავიდა რაღაცა. და ის უნდა მისულიყავით ანუ პორტის ტერიტორიაზე, სადაც ყოველწელს ეგრე ვაკეთებდა, რა ვიცი. მაგრამ თავს ვეღარ მიხვედი. არ ვიცი. ნახე. როგორი ემოცია ისე დღეს კონდელი დღე თქვენთვის? ძალიან გაბიე. მე რამდენად გამოდიხართ უკვე მარშზე? მე 56 წელია, ხო? მადლობა. მოგესალმებით. გითხრათ რატო აირჩიეთ ეს პროფესია მეზღვაურობა? მეზღვაური ხართ, ხო? არა? თქვენ უბრალოდ ხართ ამ დასის წევრები, ხო? ან მარშისტვის. როგორი ემოცია მეზღვაურთა მარშში მონაწილეობა? აქ რატო დასრულდა ეს მარში? შეგიძლიათ რო გითხრათ? ხელმძღვანელი ვინ არის? მიშა. გვარი? აი ასე დასრულდა მარში. როგორც ჩანს, არ იყო დაგეგმილი შესაბამისად მარში, როგორ უნდა მისულიყვნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც თანამდებობის პირები გამოდიან სიტყვებით. აქ ხელმძღვანელის გარეშე დარჩა მარშის წევრები.
და მათ გამოუცხადეს, რომ შეუძლიათ დაიშალონ რუსთაველზე. თუმცა სიტყვით გამოსვები რამდენად შეფასებული არის დაგეგმილი. ბათუმის პორტის ტერიტორიაზე. აქ იუნკრების საფალთანაც არიან შეკრებილი მეზღვაურები. მოგესალმებით, თქვენ საზღვაო სასწავლებელში სწავლობთ? რომელ კურსზე ხართ? მეორე. რაზე სწავლობთ? ნავიგაცია. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რომ გითხრათ? ყოველ მიგეთ რა ვიდეოს არ მინდა. ლაივში ვართ, მათმელობის ლაივში ვართ. რატო გაგესაუბრებით? მოდი თქვენ გითხარით. თქვენ? მე ოფიცერი გახლავთ. ოფიცერი ხარ, ხო? რას ნიშნავს ეს დღე თქვენთვის მეზღვაურთა საერთაშორისო დღე? მეზღვაურთა საერთაშორისო დღე, როგორც ყველა ბათუმელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან საპასუხისმგებლო დღეა და ყველას ვილოცა უშურათ ჩვენ მშვიდობის აღდგენა. რა არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს მეზღვაურებისთვის? თქვენ რაც გამოყოფთ, აი რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? გითხარით თქვენი მოსაზრება? ივნისი ეს არის ჩვენი მეზღვაურების დღესასწაული. მე მინდა ჩემს აკადემიას ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას სწავლობს 2500 სტუდენტი. მე მინდა კიდე უფრო მეტი სტუდენტები მინდა, უფრო მეტი მოთხოვნა არის ჩვენ მეზღვაურებზე და ყოველთვის მინდა რომ ზურგის ქარი ისვი. მე მინდა რომ ყველას მთელ საქართველოს მიულოცო ეს დღევანდელი დღე და მიულოცო ყველა მეზღვაურის მეუღლეს თუ მშობელს. რითი არის ეს პროფესია მომხიბვლელი? ეს პროფესია არის როგორც თუ ზღვაში შედიხარ, იქიდან გამოსვლა უკვე ძალიან ძნელია. 48 წელია მე ფორმა მაცვია მეზღვაურის, ეხლაც რომ მე გემს ხედავ, გული მიმიცვის გემისთვის. იმიტომ მიჩვევა იცის, მეზღვაურის პროფესიამ ძალიან დიდი მიჩვევა იცის. მინდა კიდევ ერთხელ უსურო ბედნიერება. სპეციალურად გამოწვევებზეც რო გითხრათ, რა გამოწვევები აქვს დღეს ყველაზე მეტად მეზღვაურებს და ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, როგორ აისახება მეზღვაურებზე? რო შეჩერდა ევროპული ინტეგრაცია? როგორ არ შეჩერდა? შეაჩერა ქართულ მოლოცვებამ. შეგიძლიათ გითხრათ? არაფერი არ შეჩერებულა. არა, ფაქტია რომ გაჩერდა თქვენ თუ არ გინდა დაინახოთ ეს რეალობა, ეს სხვა არის, მაგრამ ფაქტია რომ შეჩერდა. ეს როგორ აისახება მეზღვაურებზე? რატომ შეჩერდა აქ ეს მარში? არ იყო გათვალისწინებული? არა, აქ ვამთავრებ მარშ. და შეიძლება შემდგომ. ბატონო სტუდენტებო, კიდევ ერთხელ. ოუსმინა ყველა. ყურადღები. კიდევ ერთხელ. ვინც არის ეს დაბარებული პირველის ნახევარს და ვინც არის დაბალებული შემდეგ 8-ის ნახევარს. ყველას გელოდებით იცით სად. ორჩი. კიდევ ერთხელ მადლობა, კიდევ ერთხელ გისურვებთ მეზღვაურთა დღეს და გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა. გამარჯობა, რომ გაგესაუბროთ შეიძლება. რაზე სწავლობთ თქვენ, რომ მოგვიყვეთ? რომელ პროფესიაზე ხართ? თქვენ გითხარით, რომელ პროფესიაზე ხართ? რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, შეგიძლიათ გითხრათ? თქვენ რატომ აირჩიეთ? რა არის მეზღვაურობაში საინტერესო? მადლობა ყველა. მოგეთ მომავალ მეზღვაურებს, როგორც ჩანს, საუბარი ნაკლებად სურთ. მოგესალმებით, მინდა გაგესაუბროთ. მე არ მინდა. მოგესალმებით, რა გითხრათ, რომელ სპეციალობაზე სწავლობთ და რომელ კურსზე ხართ? ნავიგაციის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეორე კურსი. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? მეც გილოცავთ დღევანდელ დღეს. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია? რა იყო თქვენი მოტივი?
ოჯახში მეზღვაურები მყავსდნენ ბევრი და ერთ-ერთი პირობა ის იყო, ალბათ ვფიქრობ, რომ ამერჩია ის, ანუ თან ამასთანავე ზოგადად მიყვარს ცხოვრება, რომელიც მრავალფეროვანია რა. ან ფიქრობთ რომ მეზღვაურის ცხოვრება მრავალფეროვანია? გამოწვევები რა აქვს დღეს ამ პროფესიას? თქვენ რას ხედავთ პრობლემების სახით? არ ვიცი. საართულია. თქვენ ევროპული ინტეგრაციის შეჩერება, რაც მდგომარეობაში ახლა არის საქართველო, ეს როგორ აისახება მეზღვაურების პროფესიაზე თქვენი აზრით? ყველაფერზე მოქმედებს ზოგადად. ყველაფერი მოქმედებს ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ფაკულტეტზე. ხო, მაგრამ ევროპული გზის ჩაკეტვა და ეს შეჩერება, იზოლირება, ეს როგორ აისახება? შეიძლება რომ გაგესაუბროთ თქვენ რაზე სწავლობთ, რო გითხრათ მოკლედ მასწავლებლის საერთში. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რო გითხრათ? იმიტომ რომ ეს პროფესია ყოველთვის საჭირო იქნება, ასთვის გლობალურ ეკონომიკაში მეზღვაურობა და ზოგადად ტურისტული გადაზიდვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი უჭირავს და ისეთ რამე, რაც კარგი ხანი არ ჩანაცვლება და კარგი პროფესიაა და პერსონალურ დონეზე თუ რატო ავარჩი არის იმიტომ რომ ოჯახის წევრიც მეზღვაური მყავს ჩემი ძმა მოტივაციას მაძლევ და მეც რომ უკეთეს გავხდარიყავ თვითონაც და კარგი პროფესიას გავყოლები და ამიტომაც გადავწყვიტე გავხდარიყავ მეზღვაური. თუნდაც სწავლების კუთხით რამდენად გამართულია ჩვენი სისტემები? თქვენ რომელში სწავლობთ? აკადემიაში, ნავიგაციის? სასწავლო აკადემიაში, ხო? ინგლისურენოვან ნავიგაციის ფაკულტეტზე. საკმაოდ კარგია რა, გავდივართ ყველა საგანს, რაც მნიშვნელოვანია და ყველა ბაზას ვსწავლობთ ნელა და გავდივართ. რა შეგიძლიათ გამოგოთ პრობლემის სახით? აი რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს მეზღვაური, საქართველოში მცხოვრები მეზღვაური? აი თქვენ ევროპული ინტეგრაციის შეჩერება ეს როგორ აისახება თქვენზე მეზღვაურებზე? მეძახიან მგონი ვარ. თქვენი სახელი და გვარი? გვარი? მოგეთ ასეთი იყო მეზღვაურების კომენტარები, მათ მაინც არც საუბარი იმ პრობლემებზე, რომელიც მათ აქვს სწავლის დროს, ასევე ევროპული ინტეგრაციის შეჩერებაზე. აი აქ შეჩერდა მარში, როგორც ჩანს მეზღვაურების იმენად მარცხობდნენ მაგში. გამარჯობა, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? თქვენ მეზღვაურობას საპირებთ, ანუ სწავლობთ, ხო? რომელ სპეციალობაზე ხართ? ნავიგაცია. ნავიგაცია. რატომ აირჩიეთ ეს პროფესია, რომ გითხრათ? თქვენც და გაგესაუბრებით. საპასუხისმგებლო პროფესია პირველ რიგში, უნდა რომ წვრილი შევიტანო საქართველოს ფლოტში და მსახურო საქართველოს. რას გამოყოფთ სწავლების კუთხით? რამდენად ხარისხიანია ეს სწავლება, არა თუ რა პრობლემები ამ სწავლებაში? სწავლებაში არანაირი ხარვეზი არ არის, ყველა არის სპეციალისტი, მოქმედი მეზღვაური და გვაქვს მაღალხარისხიანი ტექნიკა, როგორც სიმულატორები, ასევე პრაქტიკა. რას გამოყოფთ გამოწვევებში? აი რა გამოწვევები აქვს დღეს მეზღვაურებს, განსაკუთრებით საქართველოში? იგივე თუ ევროპული ინტეგრაციის შეჩერება და საქართველოს იზოლირება, როგორ აისახება მეზღვაურებზე თქვენი აზრით? მეზღვაურებზე ნაკლებად, იმიტომ რომ მეზღვაურები უმეტესად ეს არის საერთაშორისო ბარათი ნებისმიერი ქვეყნისათვის, ჩვენ ვართ ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში და ჩვენთვის აკრძალვა ამისა იწვევს პარალიზებას მთელი საერთაშორისო ბაზრის და ტვირთების ბრუნის. ამიტომ ყოველთვის იქნება მეზღვაურების მხრივ ხელშეწყობა, რა თქმა უნდა და ეს იქნება. მაგრამ თუ ქვეყანა დაშორდება ევროპას და ვერ გავითარდება ევროპული გზით, რა მდგომარეობაში ახლა ჩვენ ვართ, ხო? როცა შეჩერებული ევროპული ინტეგრაცია ფაქტობრივად, ეს როგორ აისახება ჩვენს ქვეყანაზე? ამაზე რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? არა მგონია დიდად აისახოს, იმიტომ რომ არ ხედავთ რომ ეს პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის? ჯერჯერობით საზღვაო ინდუსტრიაში ვერანაირი. მაგრამ თქვენთვის როგორც მოქალაქისთვის, როგორც ამ ქვეყანაში როგორ მოხდება ეს? ან როგორ ხედავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და პერსპექტივას? ჩვენი ქვეყნის მომავალს როგორ ხედავთ ამ სიტუაციაში, როცა ევროპის მიღწევები არის ყველანაირი შვიდი გარემო და არანაირი პრობლემას წარმოადგენს ქართული მეზღვაურების აღნიშნული სიტუაცია. ხო, ჩიქში თუ მოვექცევით და იზოლირებული ქვეყანა ვიქნებით და ვერ გავითარდებით ევროპულად და აღმოჩნდებით რუსეთის ორბიტაზე, ეს არ იქნება პრობლემა თქვენთვის? რუსეთის მეზღვაურების ხო დადიან ჩვეულებრივად ევროპაში მსახურობენ. ანუ არა უშავს ვიყოთ რუსეთის ორბიტაზე თქვენ ამასო. რუსეთის რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო და ხო, როგორ ფიქრობთ ეს დამოუკიდებელი სახელმწიფო? ხო, თუ აღმოჩნდება მარტო იზოლირებული ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების გარეშე, ყოველგვარი ევროპული ინტეგრაციის მიღმა და დღეს ყველა ევროპელი ლიდერისგან ჩვენ ეს გვესმის, რომ ინტეგრაცია შეჩერებულია, ხო, როცა საქართველოში იღებენ რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკური პატიმრები არიან. აგრესორი რუსეთის პირისპირ ეს პატარა საქართველო სად აღმოჩნდება?
იქნება დამოუკიდებელი რუსეთის პირისპირ, თამისუფლების ოკუპანტის პირისპირ და ოკუპირებული ტერიტორიები? ოკუპირებული ტერიტორიები ამ შემთხვევაში მართლაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის და ეს ან მოკლედ პერიოდის გადასაწყვეტი არ არის, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო დონეზე უნდა გადაწყდეს და ხოდა ხედავთ თუ არა პრობლემას დღევანდელ კურსში, რაც საქართველოშია, საერთოდ ჩვენ ახლა მივდივართ. არა, დღეს ჯერჯერობით სტუდიო მხრივ მივდივართ, განვითარებას მიდის ჩვეულებრივად. ანუ ევროპის მიღმა განვითარებაა თქვენ ესე ხედავთ? ევროპის მიღმა რატო ვარ? ევროპული ინტეგრაცია გაჩერებულია. ინტეგრაცია და რას წარმოადგენს ჩვენ ხო დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ანუ არ გვჭირდება ევროპული განვითარება და დამოუკიდებლად განვითარდებით ევროპის მიღმა? ჩვენ ხო ყველა ადამიანი რომელიც არის ევროპაში განათლება მიიღეს ევროპაში და ჩამოვიდნენ გვასწავლიან. ეხლა ეს შანსიც იკარგება, ხო ვეღარ მივიღებთ ისე მარტივად განათლებას ევროპაში, იგივე დაფინანსებებით აკრძალა თქვა ევროპიდან ქართულ მოლოცებამ, ხო? აღარ შეგიძლია მიიღოს ისე მარტივად დაფინანსება. რომელიც უფრო განვითარებული ქვეყნებია. ევროპაზე უფრო მეტად? ჩინეთი. ანუ ჩინეთი უფრო კარგად განვითარებული ვიდრე ევროპა? რატო რა განათლების შუა? აი, გავიგეთ. თქვენი სახელი და გვარი? ილიას რომანის. ილიას რომანის, მადლობა ილია. ასეთი იყო მოგეთ მეზღვაურების კომენტარები, მათ ჩვენ ვკითხეთ მათ შორის ევროპის ევროინტეგრაციაზე, გაჩერებულ ევროინტეგრაციის კურსზე. როგორც ჩანს კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს მედიასთან. განათლების სფეროში სპეციალობის დახვეწა, ჩვენ მეზღვაურები არიან ძალიან მოწონები საზღვარგარეთის მუშაობენ და ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან პოპულარულია მეზღვაურის პროფესია ქალაქში და საქართველოში. ანუ ალბათ უფრო უსაფრთხოებაც გაიზარდა ამ პროფესიის, ხომ? ადრე სხვა გამოწვევების წინა შეიდგა და ეხლა ვთქვათ უსაფრთხოება გაზრდილია ხარისხი განათლების და ანუ ამან გამოიწვია ინტერესის ზრდა. ინტერესი მაგამაც გამოიწვია და გამოიწვია იმან, რომ მეზღვაურების რაოდენობა იზრდება. ესე იგი ადრე თუ იყო 1000 და 2000, დღეს 21000-მდე მეზღვაური ხავს დასაქმებული. არიან თავის პროფესიაში. ანუ გაიზარდა მეზღვაურების რაოდენობა, ხო იზრდება? ანუ თან ნახეთ რა მაინტერესებს, ანუ აქ აღიარებული დიპლომიც ხო ის საერთაშორისო არის, ვთქვათ, ჩვენ დიპლომები აღიარებული. ამაზეც რომ გააკეთოთ აქცენტი, რომ სხვა მაზეც უცხოეთშიც აქვს საშუალება რომ დაასახლებდნენ განათლების ხარისხი გაუმჯობესდა თუ არა. რატომ არის? გასაგებია, განათლების საკითხის გაუმჯობესდა სპეციალისტები, აღალებული სპეციალისტები ყავს ჩვენი დიპლომით, ესე იგი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც მუშაობენ ჩვენი მეზღვაურები, სხვადასხვა დროშის გემებზე და ესე იგი თავი ასახელეს, ესე იგი თავისი კარგი სპეციალობით მუშაობით და ამით გაიზარდა ჩვენი მეზღვაურების დონეც, მოთხოვნილებების უბრალოდ უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრი პრობლემა ექნებოდათ მეზღვაურებს. ახლა რა გამოწვევია? გასაგებია, ადრე უფრო მიტოვების გემების პატარა იყო, მაგრამ უსაფრთხოების დონეც იყო ცოტა მაღალი. მეზღვაურებს ისეთი ტექნოლოგია და ტექნიკა, რომ მეზღვაურებს უსაფრთხოების მხრიდან ძალიან დიდი შესაძლებლობია. მუშაობენ ფორმალურად და უსაფრთხოება ეს ხედავთ რა ხდება ქვეყანაზე. და საშიში ადგილების და ესეთი სადაც ჩვენ მეზღვაურების იმყოფებიან. და ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ დასახმარებლად თუ ამ პრობლემები შეიქმნა, საზღვაო სააგენტო სულ გვერდჩურია სულ და ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვან ამ პრობლემებიდან სამში ეს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება როგორ აისახება მეზღვაურებზე? ევროინტეგრაციის კურსის შეჩერება როგორ აისახება მეზღვაურებზე ამ პროფესიაზე? რატო? მეორე პოზიციაზე დავასრულოთ აი სულ 2 წუთი. შეიძლება. დიახ. კომენტარი ვიტყვამე ეს ევროპული
ანუ გაჩერებულია ევროპული ინტეგრაცია. ხო, ევროპული ლიდერები ჩვენ ამას გვეუბნებიან, რომ შეჩერებული. ჩვენ მეზღვაურები მუშაობენ ევროპის ყველა ქვეყნის თავის მიერ. არა ისახება ეს ჩვენს ქვეყანაზე და მეზღვაურებზე. არასახულად არც აისახება მეზღვაურები. თქვენი სახელდაგვარი? ამას მერიშვილი. და სტატუსი რა შეგვახსენოთ? ტრანსპორტისა. სააგენტოს დირექტორის მოადგილე. კარგი, მადლობა. შემდიშვილია რა, მოგეთ ასეთია განცხადებები მეზღვაურთა დღეს ბათუმში. მარში მოაწყოს მეზღვაურებმა ტრადიციულად ეს 25 ივნისია მეზღვაურთა საერთაშორისო დღე. და სწორედ ამ დღეს ეწყობა საზეიმო მარში ბათუმის ქუჩებში, რომელიც წელს როგორც აღმოჩნდა არ იყო მთლად კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი, რადგანაც ქუჩების რეაბილიტაციის გამო, იმის გამო რომ გადაკეტილია ძველ ბათუმში რამდენიმე ქუჩა, ვერ მივიდნენ მეზღვაურები პორტში, სადაც გრძელდება ეს ღონისძიება და არის სავარაუდოდ თავმჯდომარის პირების სიტყვით გამოსვლები და ეს სწორედ აქ შეჩერდა რუსთაველის ქუჩაზე მარში. შემდეგ ჩვენ მოვუსმენთ მეზღვაურებს, მათ ვკითხეთ ევროინტეგრაციის კურსის შეჩერებასთან დაკავშირებით. ასეთ იყო ბათუმელების ლაივი, ნახეთ ჩვენი გვერდები ბათუმელები G-დან, გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და საინდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, უთხრობთ.